ევრონიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა Anders Fogh Rasmussenმა ნატოს მოკავშირეებს მოუწოდა უკრაინელებს გაუზარდონ იარაღის მიწოდება, რაც მათ რუსეთის თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარება. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავუზარდოთ იარაღის მიწოდება. მაგალითად, გერმანელებმა უკრაინელებს უნდა მიაწოდონ შორმანძილზე მოქმედი ტაურუსის ტიპის რაკეტები. ჩვენ ასევე უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს რუსული დრონებისა და რაკეტებისგან თავის დაცვაში. Rasmusseni მიესალმა ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ორი მსხვილი რუსული ნავთობკომპანიის სანქციების დაწესების შესახებ და ეს წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. როგორც ჩანს, პრეზიდენტი ტრამპი თანდათან კარგავს მოთმინებას პუტინის მიმართ. ვფიქრობ, ამერიკელებმა თანდათან გააცნობიერეს, რომ თუ ისინი პუტინის მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ წაყვანას აპირებენ, რუსეთზე გაცილებით მეტი ზეწოლა მოუწევთ. ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა მსურველთა კოალიციას მოუწოდა, რომ უსაფრთხოების გარანტიის სახით უკრაინაში დამატებითი ძალები განალაგონ, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგაც კი და დასძინა, რომ მსურველთა კოალიცია არ უნდა იქცეს მომლოდინეთა კოალიციად.